მადლობა უფალს, რომ ფალმა დავით გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერში მომიყვანა. მადლობას ვწირავ ამისთვის უფალს. ოცდაერთი წელია აქ ვარ. არასოდეს არ ჩამიგდია ღამის 4 საათზე ადგომა. ეხლა ცოტა ასაკში შევედი და ცოტა მიჭირს და ადრე თან შრომელი ბიჭებიც ბევრნი იყვნენ. შრომაც არ მეზარებოდა და მუხჩაუყრელად შრომობდით ყველანი ერთად. უფლის სადიდებლად. ძალიან ტკბილია ქართული ენა. ასომთავრული ხუცური. ასევე ტკბილია ბერძნული პოინე და ასევე ტკბილია სლავიანური რუსული. უფალმა ეს სამი ენა შექმნა ღვთის სადიდებლად. მე ენით ვერ გადმოგცემთ, სიტყვით ვერ გადმოგცემთ, რას ვგრძნობ, როცა ვკითხულობ აი ამ წიგნებს. არ შემიძლია არ ვიტირო. ოღონდ თავს ვიკავე, როცა ამ წიგნებს ვკითხულობ. ისე ტკბილად და ისე კარგად არის დაწერილი ეს ჩვენი წინაპრების მიერ თარგმნილი ლამაზი ტკბილი წიგნები. ბავშვობიდან მიყვარდა კითხვა. დავიბადე გალში. გალი მოგეხსენებათ ოკუპირებულია. გალში იყო 32 ქართული სკოლა. უფალი დაგვიბრუნებს ჩვენს სამშობლოს და უფალი მოგცემს საშუალებას, რომ იქ ვადიდოთ ღმერთი. იოანე ღვთისმეტყველის მეშვიდე თავის 24 მუხლში წერია. ნუშჯით, თვალაღებით, სამართალით საჯეთ. 2000 წელია კაცობრიობა ცდილობს გაარკვიოს ტყუილი და მართალი. ეს დღესაც გრძელდება. ეს გრძელდება როგორც საზოგადოებაში, როგორც ქუჩაში, როგორც სხვადასხვა ადგილებში, ასევე ეკლესიებშიც. ძალიან ცდება ისინი, ვისაც სიკვდილის ეშინია. თუ ადამიანს სიკვდილის ეშინია, ის ქრისტიანი არ არის. მადლობა უფალს, რომ ბერი გამხადა. მე სიხარულით შევხვდები სიკვდილს. და გარეჯის წმინდა მიწაზე რომ დამასაფლავონ ამის ღირსი არ ვარ. მირჩევნია სადმე მოშორებით დამასაფლავონ, რომ ეს წმინდა მიწა არ შეურაცხო.
გარეჯელი მამების მეოხება და ლოცვა გვეწეოდეს ჩვენ და სრულიად საქართველოს. ამინ. ღირსნო მამანო გარეჯელნო